მოგესალმებით ქალაქ ნიუ-იორკიდან ქართველი ემიგრანტი, არასამთავრობო ორგანიზაცია მედაბრუნდების წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დამსწრე საზოგადოებასა და ქართველ ერს მიულოცო არჩევნებში გამარჯვება და ვუსურვო მორიგი წარმატებანი სამართლიანი, ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. აქვე გულითადად ვულოცავ ქართველ ემიგრანტებს და მედაბრუნდების ხელმძღვანელობას სათაო ოფისის გახსნას და იმის გამოთქვამ ჩვენი ორგანიზაცია თავის მოგწალებული წვლილს შეიტანს ემიგრანტთა სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესებასა და მათი საქართველოში ეტაპობრივი დაბრუნების საკითხში. ამასთანავე მინდა აღვნიშნო და როგორც რიგითმა მოქალაქემ მადლობა გადაუხადო მედაბრუნდების ხელმძღვანელობას იმ წამოწყებაში, როგორიცაა დაბრუნებულ ემიგრანტთა უსასყიდრო ფსიქოლოგიური დახმარება და მათი დასაქმებისთვის ზრუნვა. როგორც ბატონ სოლომონ თერნელმა, WordPress-ის ერთ-ერთ აქტიურმა ბლოგერმა აღნიშნა, საქართველოს ემიგრაცია არჩევანი არაა, იგი აუცილებლობაა. აუცილებლობა გამოწვეული იმ არასწორი ეკონომიურ-პოლიტიკური კურსისა, რაც ჩვენი წინა მთავრობებმა განახორციელეს. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიური სიდუხჭირის გამო თითქმის 1/3-ზე მეტი საქართველოს შრომის უნარიანი მოსახლეობა იძულებული გახდა ლუკამპურის სასუნელად საკუთარ შვილებს, ოჯახებს, ნაცნობ მეგობრებსა და სამშობლოს მოცილებოდნენ. მოგეხსენებათ, საქართველოს მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ნეგატიური დემოგრაფიული ტენდენციების მხრივ. ისეთი პატარა ერისთვის, როგორც ქართველებია, მოსახლეობის თითქმის 1/3-ით შემცირება ნამდვილად დემოგრაფიული კატასტროფაა. ცნობილია სხვა ერებთან შედარებით უცხოეთში მყოფი ქართველები უკვე მეორე თაობიდან კარგავენ თავიანთ ეროვნულობას. რისი ერთ-ერთი მიზეზიც სუსტი სათვისტომოები და არასათანადო დიასპორული პოლიტიკაა. რა თქმა უნდა, ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი პირდაპირ პროპორციულია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან და უმუშევრობის დონის შემცირებასთან. ემიგრანტთა წილი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციის შენარჩუნებაში საკმაოდ დიდია. დაახლოებით ქვეყნის მეოთხედი საქართველოს 1 მილიონი მაცხოვრებელი ემიგრანტების კმაყოფაზეა. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, თვით ემიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება, სათვისტომოებისა და საკონსულო მომსახურეობის გაუმჯობესება, პრაგმატიული ეკონომიური თვალსაზრისითაც კი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა არალეგალურ უფლებო ემიგრანტებზე ზრუნვა. მათთვის უცხოეთში ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ძლიერი სათვისტომოების შექმნა და საქართველოში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების ფონზე მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნებისთვის ზრუნვა. და ბოლოს ემიგრაციაში მყოფი ქართველი ემიგრანტების სახელით მინდა მოუწოდო საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, აღმასრულებელ ორგანოებს ყურადღებით მოეკიდონ ემიგრანტების პრობლემებს. საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ხომ არა მარტო მორალური, არამედ პირდაპირი პასუხისმგებლობაა ყოველი პოლიტიკოსისა თუ ქვეყნის მმართველი ორგანოებისა. მადლობთ ყურადღებისათვის. საგაგი სურმავა, ქალაქ ნიუ-იორკი.